მოგესალმებით. შაბათს 16 საათზე იმედის ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმუნიტეტი. ჩვენ კი როგორც ყოველთვის მისი წამყვანები, ექიმები ნინო ნადირაძე და გიორგი ჩიჩვა ვართ. დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ რა გავლენა აქვს წყალს და განსაკუთრებით მის ხარისხს ჩვენს ჯანმრთელობაზე. წყალი ჩვენი იმუნური სისტემის უხილავი დამცველია. ეხმარება ორგანიზმ ტოქსინების გამოდევნაში, უჯრედების გამართულ ფუნქციონირებასა და ინფექციებისგან დაცვაში. იმისათვის, რომ წყალი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს, აუცილებელია აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტებს. გადაცემის მეორე ნაწილში კი ვისაუბრებთ გლაუკომაზე, დაავადებაზე, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი მწვავე და აქტუალური პრობლემაა. გლაუკომა შესაძლოა მხედველობის დაქვეითებისა და მისი სრულად დაკარგვის მიზეზი გახდეს. ის მოზრდილ ასაკში უფრო ხშირია, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. გლაუკომის პრევენცია საკმაოდ რთულია, მაგრამ შესაძლებელია ადრეული დიაგნოსტიკა და პროგრესის შენელება. და დღეს ჩვენი სასაუბრო თემებია. დაბინძურებული წყლისგან გამოწვეული ზიანი. როგორ მოწმდება წყლის ხარისხი ლაბორატორიაში? როგორ ხვდება ბრომატი წყალში? ბოთლის წყლის უპირატესობები. გლაუკომის გამომწვევი მიზეზები. გლაუკომის დიაგნოსტიკა. გლაუკომის კურნალობის თანამედროვე მეთოდები. და ამ თემებზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ბატონი ზურა შარაშენიძე, წყალი მთის ქარხნის დირექტორი. წყალი უნდა იყოს ჯანსაღი პროდუქტი, რომელსაც ადამიანი მოიხმარს და ზუსტად იცის, რომ მისგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება. და ქალბატონი მარი ლებანიძე, წყალი მთის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი. წყლის შემოწმება იწყება ჭაბურღილიდან და ჩვენი უპირატესობა ერთ-ერთი კიდევ არის ის, რომ თვითონ შენობაში გვაქვს ჭაბურღილი. და რა თქმა უნდა, სანამ სტუმრებს მოვიწვევთ, შევახსენოთ მაყურებელს ჩვენი პარტნიორების შესახებ. GM Pharma გახლავთ გადაცემის სპონსორი, ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და საქართველოს GMP-ის სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება. გადაცემის სპონსორია წყალი მთის. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ პარის სენ-ჟერმენის პარტნიორია. მთის და პარის სენ-ჟერმენი 4 წელი ერთად. ახლა კი მოვიწვიოთ სტუმრები, ბატონი ზურა შარაშენიძე, წყალი მთის ქარხნის დირექტორი და ქალბატონი მარი ლებანიძე, წყალი მთის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი. გთხოვთ სტუდიაში სტუმრები. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. დიდი მადლობა მოწვევით. ხარეთ, მოგძანდით. ნინა, სანამ საუბარს დავიწყებთ, ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ უნდა შევთავაზოთ ჩვენ სტუმრებს წყალი, რომლის შექმნაშიც უშუალოდ ეს ადამიანები მონაწილეობენ. ნახოთ, ცუდალებენ რა. ნახოთ, აბა. რამდენად სანდოა. რამდენად სანდოა. წყლის ძალა მოგცემოდეს, ხო? ბატონო ზურა, მოდი დავიწყოთ თავიდან იმ სიახლით, რა თქმა უნდა ჩვენ გავახმოვანეთ ის ძირითადი გზავნილი, რომ წყალი მთის 4 წელი იქნება პარის სენ-ჟერმენის პარტნიორი. და აქვე მინდა გკითხოთ, რომ როგორც ვიცით, წყალი მთის არის წარმოდგენილი ერთ-ერთ პლატფორმაზე, რომელსაც ქვია Fine Water Store. საერთაშორისო, დიახ, სადაც ნინა საქართველოსთან მხოლოდ ამ პროდუქტმა, ანუ ამ წყალმა მოიპოვა ადგილი და უპირატესობა. და ვფიქრობ, ასე მძლავრად არის წარმოდგენილი. მოდით გვითხარით, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? კი ბატონო, დავიწყოთ პარის სენ-ჟერმენით, მართლაც ისეთი მასშტაბური პროექტია ძალიან საქართველოს როგორც ქვეყნისთვის, ისე ასევე ბრენდისთვის, იმიტომ რომ მსგავსი მასშტაბის, თქვათ, თანამშრომლობა ამ ხელა მასშტაბის კლუბთან არ მოხდა არასოდეს და ჩვენთვის ძალიან რთული იყო ამის მიღწევა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროცედურა გავიარეთ ამ ყველაფრისთვის და რაღაცნაირად ამით დაამტკიცა ამ ბრენდმა, რომ თქვათ იმ ლიგაში არის, სადაც პარის სენ-ჟერმენი არის. რა პროცედურებია ჩვენ მაყურებელს რო უთხრათ, რომ წარმოიდგინონ რა ამხელა სირთულეებთან არის დაკავშირებული? ხო, ძირითადად თავის დამკვიდრება და დამტკიცება, რომ შენ თქვათ გეძლევა ამის ყველანაირი როგორც ბრენდის და ასევე ხარისხობრივად იქ ყოფნის უფლება. პროცედურები როგორც თვითონ ბრენდის ისტორიის გარშემო, ასევე ხარისხობრივად რა კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა რა და
როდესაც თანხმედრა იყო ხარისხში, უკვე იქ მოხდა ამ კოლაბორაციის შექმნა. და ძალიან მოკლე ვადაში ძალიან მაღალი ხარისხი მივიღეთ იმ საერთაშორისო სტანდარტების, რასაც მსოფლიო სტანდარტი ქვია და ნატურალური მინერალური წყლის წარმოება უნდა ხდებოდეს. ბატონ ზურაბ, აქვე ალბათ გაგრძელება იქნება იმ კითხვის. საქართველო არის მდიდარი წყლის აი ბუნებრივი რესურსით. და ვიცით რომ კიდევ ძალიან ბევრი სხვა ბრენდია, რომელიც ასევე გამოირჩევა საკმაოდ მაღალი ხარისხით, ხო? აი, რა აქვს ისეთი თვისება, ანუ რას აკმაყოფილებს, რა სტანდარტს აკმაყოფილებს წყალი მთის, რომ სწორედ მან მოიპოვა უპირატესობა ამ პლატფორმაზე. იმაში დაგეთანხმებით, რომ საქართველო მდიდარია თავის წყლის ბუნებრივად მოპოვების რესურსით. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ წყლის სწორად წარმოებას, რა ტექნოლოგიურ პროცესს გადის ეს წყალი. ზოგადად მთავარი გამოწვევა, როდესაც წყალზე ვსაუბრობთ, ჩვენ როდესაც ნატურალურ მინერალურ წყალზე ვსაუბრობთ, ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ ბუნებისგან წყალს და ამას ვაწვდით მომხმარებელს. მისთვის რომ ზუსტად ის მინერალები და ქიმიური შემადგენლობა შენარჩუნებული იყოს სწორედ, რადგან ჩვენ მწარმოებლები მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენი ჩარევა ამ წყალში და ზუსტად ის მივაწოდოთ მომხმარებელს, თქვათ, რასაც ბუნება იძლევა იმ ფორმით, ხო? აი ეს არის ძირითადი გამოწვევა დღევანდელ რეალობაში. თან ბაქტერიული ფლორაც ხომ არსებობს ამ წყალში, მიკროორგანიზმები, რომელიც აქამდეც მივალ, ხა ჩვენი ზოგადად ამის კვლევა ხდება, სპეციალურად ხდება, თქვათ, გეოლოგიურად სპეციალისტების მოწვევა იმ წყლის კერის, თქვათ, შესწავლა, საიდან შენ წყალი უნდა აიღო და ჩვენ პირობითად იმ სიღრმიდან ვიღებთ ამ წუთას ამ წყალს, სადაც ბუნებრივი ფილტრაცია ხდება წლების განმავლობაში. ეს არ არის რომ თქვათ ერთი კვირის წინ იწვიმა და მე ეს წყალი ქაღმობს და ეს არის 15-20 წლის ხანგრძლივი პროცესი, სადაც ბუნებრივ ფილტრანტებს გადის წყალი სხვადასხვა შრეებს, სადაც მუხრანის ძალიან მდიდარია რეალურად აი ეს ნიადაგის ფენები, ისეთი ფენები არის ბუნებრივად განლაგებული, რომ ეს წყალი იფილტრება. შესაბამისად, იქ საიდანაც იმ სიღრმიდან, საიდანაც ჩვენ წყალი ამოგვაქვს, ბუნებრივად მიკრობიოლოგიური ფლორა არის სუფთა. შესაბამისად, იქ ერთადერთი გამოწვევა არის, რომ შენ დააბინძურო შენი მხრიდან წარმოების დროს რაიმე სახით, თუნდაც ჰაერიდან, თუნდაც არასწორი ჩარევით. და მეორე არის ახლა დღეს რა მეთოდებიც არსებობს, თუნდაც საქართველოშიც ძალიან მიღებული მეთოდებია, ეს დეზინფექციას უტარებენ წყალს სხვა ფორმით. ეს შეიძლება იყოს ოზონით მოხდეს ამის დეზინფექცია, შეიძლება ქლორის დამატებით მოხდეს და აქ უკვე იცვლება წყლის სტრუქტურა. უკვე არასწორი ჩარევა ხდება წყალთან მიმართებაში და სწორედ აი აქ ბრომატი 0% რო არის ჩვენს ეტიკეტზე, სწორედ ეს არის მისი პასუხი, რომ არასწორი ჩარევის დროს წარმოიქმნება, თქვათ, ქიმიური პროცესი მიმდინარეობს, როდესაც წყალში სხვადასხვა ნივთიერებები არის, ეს ოზონის სახით ან ძლიერი ოქსიდანტი თუ მოხდება მასთან შეხებაში, წარმოიქმნება კარცინოგენები. ქალბატონ მარი, მაშინ აქვე გითხავთ, ჩვენმა მაყურებელმა რომ გაიგოს, რა არის ეს ბრომატი? რო აუხსნათ ესეთი გასაგები ენით. ბრომატი არის კანცეროგენი, საკმაოდ საშიში და ძლიერი. როდესაც აღემატება ლიმიტებს, იწვევს სხვადასხვა სიმსივნურ დაავადებებს, ასევე მავნებელია როგორც ღვიძლისთვის, ფილტვებისთვის, ნერვული სისტემისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და ადამიანებისთვის, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ყველა მოვიყვართ დიდი რაოდენობით წყალს და რუტინაში არის ესე ჩამჯდარი, რომ წყალი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში საშუალოდ 2 ლიტრი. ეს უკვე ყველამ კარგად იცის და წყლის მოხმარება საკმაოდ გაზრდილი არის საქართველოში. სწორედ ეს ტექნოლოგიური პროცესი, რაც ჩვენ გვაქვს დაენერგიულ ქარხანაში, პირდაპირ გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ჩვენ ბრომატის არარსებობაზე ვილაპარაკოთ. იმიტომ რომ ჩვენი პროცესი არ მოიცავს არანაირ ჩარევას ჩვენი მხრიდან, არანაირი დეზინფექცია წყალს არ უტარდება. ერთადერთი არის მექანიკური ფილტრაცია, საიდანაც უბრალოდ ბუნებიდან გამომდინარე, რახან ეს მიწიდან მოდის, იქ ქანების მოძრაობა
ბუნებრივი პროცესია, შეიძლება სილის სახით წამოვიდეს, რისგანაც თავი უნდა დაიზღვიო, რომ მომხმარებლამდე არ მივიდეს ეს მექანიკური დაბინძურება. მხოლოდ მექანიკურ ფილტრაციას გადის და შესაბამისად ეს ტექნოლოგიური პროცესი გარანტია იმისა, რომ ჩვენს წყალში ბრომატის არსებობაზე საერთოდ საუბარი ზედმეტია. ქალბატონ მარი, ჩვენ ვსაუბრობთ მაღალი დონის ლაბორატორიაზე. მოდით გვითხარით ტექნოლოგიურად, რა ეტაპებს გადის წყალი და საერთოდ როგორ შეიქმნა ეს ლაბორატორია, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო აკრედიტაციას უნდა ჰქონდეს, მე როგორც ვიცი, აქვს კომპანიას და ეს ტექნოლოგიური ხაზი რო აღწეროთ როგორ იცის. წყლის შემოწმება იწყება ჭაბურღილიდან და ჩვენი უპირატესობა ერთ-ერთი კიდევ არის ის, რომ თვითონ შენობაში გვაქვს ჭაბურღილი და წყალს არ ჭირდება დაყოვნება დიდი დრო, რომ მივიდეს ფილტრაციამდე. წყლის შემოწმება იწყება ჭაბურღილიდან და სრულდება საბოლოო ბოთლამდე, რომელიც ჩამოისხმება და ჩამოსმული იქნება და მივა მომხმარებლამდე. ბოთლები და პროდუქცია აბსოლუტურად ყველაფერი მოწმდება ყოველ ნახევარსაათში ერთხელ, როგორც ქიმიურად, ისე მიკრობიოლოგიურად და სრულად პასუხისმგებელია ხარისხის კონტროლი იმ ხარისხზე, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს. ცისწყალი კოკაკოლის ბრენდის შვილობილია. კოკაკოლა გავალდებულებს, რომ დაიცვა უმაღლესი სტანდარტები და უმკაცრესი სტანდარტები არის. მათ შორის არის როგორც ISO სერტიფიცირება, სურსათის უნებლობის პოლისის მკაცრად დაცვა, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ ლაბორატორიას და ხარისხის კონტროლს, ეს მოიცავს თვითონ წარმოებას და თითოეული ადამიანის პასუხისგებლობას, თუ როგორ იაზრებენ, რომ აწარმოონ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი. ქალბატონ მარი, ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ხარისხის დაცვა. თქვენ როგორც ამ დარგის სპეციალისტი, ალბათ მოუყვებით ჩვენს ტელემაყურებელს თუ რა ეტაპებს გადის. ეს მხოლოდ შიდა უსაფრთხოება, შიდა ხარისხის დაცვა თუ ასევე აქედან ნიმუშები იგზავნება თუ ეს რა ფორმით ხდება საერთაშორისო შემოწმება. იმის გარდა ჩვენთან უწყვეტად ტარდება ქიმიური და მიკრობიოლოგიური ტესტირება. ამასთან ერთად კვარტალურად იგზავნება კოკაკოლის ბრიუსელის ანალიტიკურ ლაბორატორიაში წყლები, რომ გაიზომოს იმ სტანდარტებზე, რამდენად ვაკმაყოფილებთ ჩვენ მუდმივად და წლიურად იგზავნება მონიტორინგზე SGS-ის გერმანიის ლაბორატორიაში, საიდანაც მუდმივად მოგვდის ჩვენ შედეგები, რომ ჩვენი წყალი სტაბილურად კარგია და ინარჩუნებს იმ თვისებებს, რაზეც გვაქვს პრეტენზია და რაზეც მუდმივად ვიღწვით, რომ იყოს საუკეთესო ხარისხის წყალი. აუხსნათ მაყურებელს, როდის შეიძლება დავარქვათ წყალს მინერალური, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ესე მტკნარი წყალი არ აღიქვება როგორც მინერალური. მინერალს რაღაც მჟავე წყლები, რაღაც სხვა დატვირთვა აქვს თითქოს ჩვენს აღქმაში, ხო? როდის ეწოდება წყალს მინერალური? ნატურალური მინერალური წყალი არის, როდესაც მიწიდან ჭაბურღილის საშუალებით მაგალითად ამოგვაქვს და მას უკვე ბუნება აძლევს ყველა იმ თვისებებს, რაც აუცილებელი არის იმ სტატუსისთვის, რომ შემდგომ იყოს ნატურალური მინერალური წყალი. იმ ელემენტებს და აუცილებელ მინერალებს შეიცავს ბუნებრივად და მდიდარია მისით და შენ უკვე პასუხისგებლობა გაქვს, რომ ის ბუნებრივად ნატურალური წყალი მიიტანო მომხმარებლამდე ისე, რომ არ დაკარგო ეს მინერალები და იყოს სუფთა და ხარისხიანი. რის მიხედვით შეირჩა ადგილი, სადაც გაიჭრა ეს თქვენი ჭაბურღილები, თუ მოხდა წინასწარ ჯერ მოკვლევა ქვეყნის მასშტაბით და რატომ გადაწყვიტეთ მაინდა-მაინც იქ გაგეკეთებინათ მოპოვება, სადაც დღეს ხართ? კი, სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თუნდაც გემონური თვისებების, ხო, წყალში რა გვაძლევს სხვაობებს. ეს არის აი როგორ ეძებთ ამ გემოებს? ხო, ეს არის წყლის მინერალიზაცია, ანუ რა რაოდენობის სხვა მინერალებია. ზოგში რაღაცა მინერალი არის მეტი, ზოგში ნაკლები, წყლის pH-ი არის განსხვავებული და ეს ყველაფერი კომპლექსურია, ხო, ძალიან ამ ყველაფრის შემადგენლობა უკვე იძლევა სხვა გემოს. ეხლა ეს მუხრანის ველი ზოგადად ძალიან დეგუსტატორი ვინ ყავთ მაგ დროს? აი ვინ გეუბნებათ, რომ აი ეს წყალი უფრო გემრიელია თუ ის წყალი? იცით რა,
ეს ცნება წყალში არ არსებობს. ანუ რისი თქმა მიდეცით? როგორ ხდება? იმიტომ რომ ყველა ამბობს, რომ საქართველოში სხვანაირი წყალია, იგივე თქვენ ახსენეთ სასმელი, რომლის წარმომადგენელი ხართ და მთის წყალი აი ამ კოკა-კოლას პროდუქტია, სხვათა შორის ამბობენ, რომ აი საზღვარგარეთ ისეთი გემრიელი არ არის, იმიტომ რომ აქ რაღაცა გემრიელი წყალია და სხვა გემრიელი. მაგას ყველაფერს აქვს პასუხი. წყალი უნდა იყოს ჯანსაღი პროდუქტი, რომელსაც ადამიანი მოიხმარს და ზუსტად იცის, რომ მისგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პირველი და მთავარი არის ეს, რომ წყალი იყოს უსაფრთხო. მეორე, ხა წყლის ხარისხზე, როდესაც ვლაპარაკობთ, სწორად ეს არის, როდესაც ვლაპარაკობთ მის ბუნებრივ მინერალურ შემადგენლობაზე და მიკრობიოლოგიურ შემადგენლობაზე ასევე. თუ ჩვენი საწყისი კერა პირობითად ქიმიურად არის მდგრადი და მიკრობიოლოგიურად არის სუფთა და ის მინერალიზაცია, რაც ბუნებრივად არის თქვათ, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ჩვენ შეგვიძლია ამას უკვე დავარქვათ, რომ ეს არის ხარისხიანი წყალი. ხა რატო არის სხვაობები, ხო, სხვა ქვეყანაში და სხვა ადგილას ამ წყლის გემოში. ხა ბევრი და რატო ვიძახით, რომ საქართველო არის მდიდარი წყლით, ხო? მდიდარი არის პირველ რიგში, იმიტომ რომ თვითონ რესურსი არის ბევრი წყლის საქართველოში. მეორე, იმიტომ არის მდიდარი, რომ ბუნებრივად დაბინძურებული წყალი არ გვაქვს, თუ ჩვენ არ ჩავერიეთ და არ დავაბინძურეთ, ხო? ხა ბევრ ქვეყანაში თქვენ წყალს რო შეხვდებით, ჩვეულებრივი მომხმარებელი არ აკვირდება ხოლმე, მაგრამ ძალიან ბევრგან აწერია, რომ ეს არის უბრალოდ table water, ეს არის უბრალოდ სასმელი წყალი, ეს არის შეიძლება იყოს ონკანის წყალი, შეიძლება იყოს გადამუშავებული წყალი. აი ეს ყველაფერი უკვე წყლის სტრუქტურას, როცა ცვლის, შესაბამისად გემოებიც იცვლება. თუ ჩვენ ავიღებთ ნატურალურ მინერალურ წყლებს, ხო, აი fine waters ახსენეთ, ხო, თავიდან. Fine waters ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებული არის ზუსტად ამ მინერალური წყლები. ხო, მთელი მსოფლიოს გარშემო ნატურალური მინერალური წყლების პრემიუმ ხაზები, ხო? ანუ სადაც იწარმოება წყალის სადაც წარმოებელი არ ახდენს არანაირ ჩარევას და ზუსტად იმ ფორმით აწვის მომხმარებელს, რა ფორმითაც იღებს. აი ამ გაერთიანებაში მოხვედრა კიდევ ერთი წარმატება არის, ხო, ჩვენი ბრენდის და ასევე ქვეყნის, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად იმ საერთაშორისო ასპარეზზე ვართ უკვე, სადაც თქვათ სხვა ძალიან ცნობილი ბრენდებია წყლის და ზუსტად იმ ხარისხს და იმ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, როგორც კომპანია, ასევე თქვათ ქვეყნის პრესტიჟიც არის, რომ ქართული ბრენდი აი ამ სახელების გვერდზე უკვე თანასწორია, ხო? აი ეს არის ძირითადი დეტალები წყალთან მიმართებაში. ბატონო ზურაბ, ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ მოპოვებული ეს მინერალური წყალი სად და რა ფორმით და როგორი ფორმით უნდა მივაწოდოთ მომხმარებელს. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ეს იქნება ბოთლი. ბოთლი შეიძლება იყოს პლასტიკიდან დამზადებული, ან იგივე შუშის. ძალიან ხშირად მოსახლეობაში არის გამოითქმევა ისეთი აზრი, რომ იცით აი პლასტიკში მოთავსებული ნებისმიერი პროდუქტი მაინც არ არის ისეთი უსაფრთხო. ყოველთვის ჯობს, თქვათ, თუ საკვებს ვინახავთ მომინანქრებულ ქვაბში, ხო? ან ხომ არ ჯობს, რომ შუშაში მოვათავსოთ და შუშის ბოთლის სახით მივაწოდოთ მომხმარებელს. ზოგადად აქაც არის ძალიან ფართო საკითხი, იმიტომ რომ ამ პლასტიკშიც არის ძალიან დიდი ბევრი კატეგორია, რაც უნდა აკმაყოფილებდეს, თქვათ, როდესაც საკვებს ეხება, ხო? თვითონ ამ პლასტიკის ქიმიური შემადგენლობა ისეთი უნდა იყოს, რომელმაც გავლენა არ უნდა მოახდინოს შიგნით არსებულ პროდუქტზე, რამაც თქვათ და მე ჩვენს ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ჩვენთვის რახან კოკა-კოლას გარშემო ვსაუბრობთ, ძალიან გამკაცრებულია თვითონ მომწოდებლების საკითხიც. ანუ ჩვენ არ შეგვიძლია ნებისმიერ მომწოდებლისგან მივიღოთ, თქვათ, სხვადასხვა ნედლეული. ამას უკვე გვიკონტროლებს საერთაშორისო Global Coca-Cola-ს ვალიდაცია უნდა გაიაროს. ანუ სანამ ჩვენ ამას შევთანხმდებით, თქვათ, რომ ჩვენი მომწოდებელი არის ესა თუ ის კომპანია, პირველ რიგში ამ კომპანიამ უნდა გაიაროს ვალიდაცია Coca-Cola-სთან, თავის მწარმოების პროცესში რა ნედლეულს იყენებენ, რა
საშუალებებს იყენებენ. თუ ეს ამ სტანდარტებში ჩაჯდება, მხოლოდ მაშინ გვაქვს ჩვენ უფლება, რომ ამ კომპანიასთან ვითანამშრომლოთ. ნებადართულ მომწოდებელთა სიაში რომ მოხდე, უნდა გაიარო Coca-Cola-ის სხვადასხვა ეტაპიანი აუდიტირება, უნდა დააკმაყოფილო მათი სტანდარტები და შემდგომ უკვე უფლება გაქვს, რომ მიაწოდო Coca-Cola-ის მწარმოებელს შენი სხვადასხვა ნედლეული, ეს იქნება პლასმასის რეფორმა, საცობი თუ ეტიკეტი და მერე ჩვენც უკვე გვაქვს უფლება, რომ გამოვიყენოთ. საქართველოდანაც ვიღებთ ჩვენ სხვადასხვა მწარმოების ნედლეულს და მივეცით საშუალებას სხვათა შორის ქართულ კომპანიებს, რომ ყოფილიყვნენ ჩვენი ნებადართული მომწოდებლები, რადგან ჩვენთვისაც რატომაც არა საამაყოა, რომ ქართულ ნედლეულს გამოვიყენებთ და არიან საქართველოში ესეთი მწარმოებელი, რომელიც ხარისხიან პროდუქტს აწარმოებენ და ჩვენ შემდგომ მას გამოვიყენებთ. რამდენად იყო ეს ასოცირებული ჩვენს კვარასთან? რომ აი მაინდა-მაინც PSG შეირჩა. გეთანხმებით, კი, კვარაცხელია იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რა თქმა უნდა, თუმცა არა ერთადერთი. ანუ PSG-ში ორი ჩვენიანი თამაშობს, ხო? კვარა, ორი ქართველი თამაშობს, კვარა და უკან ვიყვა ჩვენი მთის წყალი. შეხედე ახლა? კი, თუ შეამჩნევთ, აი პარიზის თამაშების დროს მთის მორბენალი რეკლამები როა იქ ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე მე-12 ფეხბურთელად. სტადიონთან მთის წყალი? ჯერჯერობით არა, მაგრამ მალე გაიყიდა. ჩადგამთ. აი ეს ძალიან მაგარია. რაღაც მოცეკვავე წყალი ვით არის ჩვენი კვარა, ხო? თუ ცეცხლი არ ვიცი, კვარა ცეცხლი და წყალით რა ყველაფერი ერთად არის ჩემთვის და აქედან მთის წყალი და მოკლედ ჩვენი ყოფილა მთელი ეს Paris Saint-Germain, როგორ მიხარია ეგ ამბავი. მოკლედ წარმატებები კვარას, წარმატებები მთის წყალს. მადლობა. ანუ მატჩის ასე ვთქვათ შესვენების დროს აი რო გამორბიან და ესე რომ გადმოუგდებენ ხოლმე ალბათ ამ წყალს გადმოუგდებენ. ეკასხია შიგნით უბრალოდ ეტიკეტი არის დაცული სპორტულ სანამ პენლების სერიამდე მივა ხო რო ურიგებენ წყალს ფეხბურთელებს ჩვენი წყალი მთის იქნება ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. მოკლედ მადლობა გადაუხადოთ ჩვენ სტუმრებს, იმედია მათ კიდევ ვიხილავთ ჩვენთან გადაცემაში. ახლა კი გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით და ვისაუბრებთ გლაუკომაზე, რომელიც ვფიქრობ ძალიან ბევრს დააინტერესებს, ასე რომ არ გადაართოთ, დარჩით ვიყურებთ. იმუნიტეტი რეკლამის შემდეგ იმედის ეთერში დაბრუნდა. გადაცემაში ჩვენი რუბრიკის დროა. ერთად ვნახოთ ბლიცი ექიმთან. თავარი მიზეზი რის გამოც ექიმი გახდით? მამის კვალს გავყევი. მამა იყო ცნობილი ნევროლოგი და ძალიან უყვარდა ხალხს და მამის გვერდით ძალიან კომფორტში გრძნობდი თავს. კოტე ექიმო და მეც მინდოდა რომ საყვარელი ადამიანი ყოფილიყავე და ბევრი სითბო მიმეღო. როგორია გოგიტა გეგელაშვილის ერთი სამუშაო დღე? დილის 6 საათზე ადგომა, მეცადინეობა, კითხვა და სამსახური 10 საათზე. 5-6-ისთვის უკვე სამსახური მთავრდება, მე ცოტას გეახლებით, ვახშმობ. ოღონდ ჩემო თახში მიყვარს ყვება. როცა მთელ ოჯახთან ერთად ბევრს ჭავხო. მარტო როცა ვიკვებები ცოტა ამიტომ სტუმრები მას უქებენ. ან მე ჩემს სტუმრად წასვლა. თუ შაბათკვირა არ არის, პარასკევი არ არის, ხო? მაშინ შვილიშვილები არ არის და მაშინ მოწყენილები ვართ. პარასკევს ახმაურდება ჩვენი სახლი და არის ერთი ამბავი და მოგეთ ისა. თქვენი ცხოვრების მთავარი წესი, რომელსაც დიდი ხანია მიყვებით? ყოველთვის მინდოდა სიახლის ძიება. ყოველთვის რაღაცას ვეძებდი, უკირკიტებდი. ეხაც ვეძებ ხოლმე სულ ახალ სტატიას, ახალ რაღაც. თან მედიცინას უიცვლება. სასიხარულოდ წინ მიდიხარ და თან ის სიხარული გაქვს, რომ ამას როცა იტყვის სიახლეს, როცა ჩასაფრებული ხარ ამ სიახლეებზე და სულ ვეძებ ახალ ეგ ასე გავაკეთოთ. მე ამ ხრივ ეს ალბათ ყველაზე მეტად გამომარჩევს. ყველაზე მეტად მახასიათებს ალბათ. პაციენტი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. რა თქმა უნდა, ალბათ ძალიან ძნელია ერთი პაციენტის გამოყოფა, მაგრამ ალბათ როგორც პირველი კოცნა არ ვიწყდება ადამიანს, ალბათ პაციენტი, რომელმაც გაგზნობინა ექიმად თავი. კახეთში წამიყვანეს ბინაზე სამკურნალოს პაციენტის. ეს ის პერიოდი, როცა ინსულტებს ბინაზე მკურნალობდით. იყო ესეთ პერიოდი. წავიდით კახეთის ერთ-ერთ სოფელში. დავხვდა ვანო პაპა. ვანო პაპა შეუძლოთ იყო. არაფრის თავი არ მაქვს, ღონი არ მაქვს.
ეს პატარა ბიჭი მიმკურნალებს თქვა. ხო და ეხლა მე გავსინჯე ყველაფერი. ეხლა უნდა აგიღოს სითხე თქვა. სადაა კაც? თუ ზურგის ტვინიდან უნდა მიღო. გაიყვანეთ კაცო ეს კაცი ამ ბალს ეხლა ტვინიდან სითხეს ამოვაღებიებ. აუ თავი მდგიო მეოთხარია. აგიღებთ სითხეს თავის ტკივილიც მოგეშოთ. არაო. თქვა არავითარ შემთხვევაში. ჩამსვეს მანქანაში და წავმიყვანეს თბილისში. თბილისში წავმიყვანეს და გაყოფილებს გამგეს და მიმიყვანეს როგორც დამნაშავე, რა ვიცი. და ანუ მივიდნენ და უთხრეს რომ არაო კაცო ესო ვინმე სერიოზული გაგვაყოლა. ნუ ამ გაყოფილებს გამგე დაამუნათა ესენი უთხრა რომ როგორ ეს არისო მედიცინის მომავალიაო ეს. არა და მართლა ბალგი ვარ როგორც შე კივიჯგიმებოდი ცოტა რა კოჩორის მქონდა და თან სერიოზულ სახეზე არ ვიცინოდი გზაში. თუ ჩამსვეს მაგარი და წამიყვანეს თავიდან იმ სოფელში. ვანო პაპას რა ელასაუბრენ არ ვიცი და 15 წუთის მერე ვანო პაპამ შემოგიტალა შამოვიდესო. შავიდე აუღეს სითხე. მოიხსნა თავის ტკივილი, მოიკეთა. მერე კარგად გახდა რა. და არ დამავიწყდება აი ის ბედნიერი სახე რო ჩამოვიდა მერე თბილისში თვითონ. აი მამაჩემს დავემგონე პირველად ვანო პაპას ხელში რა. რა არის ყველაზე რთული თქვენს პროფესიაში? აუ ბევრი რამეა რთული, მაგრამ ყველაზე რთული არის როცა პაციენტი არ გიჯერებს. როცა არ ჯერა შენი. აი თვალებში რო ეთყობა რომ შენ დანიშნულ წამას არ დალევს. რომ ეხვეწები რომ არ წაიკითხო ინსტრუქცია. შენთვის მავნებელია, იმიტომ რომ შენ შფოთვითი აშლილობა გაქვს და შენ ეს ინსტრუქცია ჩაგინერგავს კატასტროფულ განცდას. იმიტომ ყველაფერი დაგემართება რაც იქ წერია და არ წაიკითხო. მე მკითხე. მე გვერდით მოვლეგე რომ გქონდეს ყველა ხო არ გექნება რატომ უნდა იცოდე ყველა რამე გექნება და მაინც კითხულობს ადამ და დაგიქნებს თავს მე წავა არ დალევს მე გეუბნება ვერ დავლევ ფსიქოტროპულს ვერ დავლევ აბა ბროხოტროპული დაგინიშნო რაღაც ბროხების ექიმი ხო არა ვარ აი ეგ ცუდია ყველაზე მეტად ეგ მაღიზიანებს რას ნიშნავს ექიმისთვის წარმატება წარმატება, რა თქმა უნდა იყოს კარგი შედეგთან, ხო? ყველაზე კარგი შედეგია, როდესაც პაციენტი იტყვის, მე მასთან მკურნალობდი, მან მომარჯინა. ეს არის კარგი, რომ ის ამაყობს შენით. და არის ბედნიერი და კარგად. მე თქვენ მომარჯინეთ. რომარა მედიცინა, გოგიტა გეგელაშვილი მომღერლის კარიერას აირჩევდა. რომარა მედიცინა, ვეცდებოდი რეჟისორი გავხდარიყო. რეჟისორობა თუ არ გამომიდოდა მსახიობი. აი თუ არ მსახიობობა არ გამომიდა მიმღერებდი რა. რას ეტყოდით იმუნიტეტის მაყურებელს? იმუნიტეტის მაყურებელს ვეტყოდი რომ იყავ ჯამთელნი და თუ 10 ექიმიდან ერთი გეტყვით რომ არ ჭირდებათ წამალი იმას დაუჯერეთ. თუ 10 ექიმიდან ერთი გეტყვით არ ჭირდებათ გამოკვლევები და ყველაფერი ნათელია და არ გინდათ ეს დასხივება და ეს რაღაცა თუ 10 ექიმიდან 9 ანტიბიოტიკს დაგინიშნავთ და ერთი არ დაგინიშნავთ ესე იგი არ არის საჭირო. გამოკვლევის დანიშნა და წამლის დანიშნა უფრო ადვილია ვიდრე არ დანიშნა. დაუჯერეთ ექიმებს რომლებიც თქვენ გზოგავენ. მე მგონი ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი ბლიცი იყო, მაყურებელიც დამეთანხმება ალბათ და სანამ გლაუკომაზე ვისაუბრებთ, შევახსენოთ მაყურებელს ჩვენი პარტნიორების შესახებ. GM Pharma, გახლავთ გადაცემის სპონსორი, ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და საქართველოს GMP-ის სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება. გადაცემის სპონსორია წყალი მთის. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ Paris Saint-Germain-ის პარტნიორია. მთის და Paris Saint-Germain 4 წელი ერთად. მოკლედ დღეს გიორგია ჩემი რესპონდენტი, რა თქმა უნდა, ახლა თვალის პათოლოგიებზე ვინ უნდა ისაუბროს თუ არა გიორგი და მოდი დღეს ვისაუბროთ გლაუკომაზე, რომლის აი ამ დიაგნოზის გაგონება არც თუ ისე სასიამოვნოა ხოლმე, იმიტომ რომ თითქოს რაღაც გამოუსავლობის, უიმედობის განცდა ეუფლება პაციენტს, რომ აი გლაუკომის დიაგნოზი თუ დადგა, ამ შემთხვევაში მკურნალობა არ არის ეფექტური. რით გავუქარწყლებთ პაციენტებს აი ამ მიდგომას და რა არის გლაუკომა? ნინა, მოდი დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერი სამედიცინო დიაგნოზი დასმული, თუნდაც ჟღერდეს ძალიან შემაშფოთებლად, ეს არ წარმოადგენს განაჩენს. თავარი არის ის, რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს ის თუ როგორ მართოს ესა თუ ის დაავადება. ეხლა როცა ვსაუბრობთ გლაუკომაზე, მოდი ჯერ
მაყურებელს ზოგადი ინფორმაცია მივაწოდოთ. გლაუკომა ეს არის ბერძნული სიტყვა, რაც ნიშნავს თვალის ლურჯი ფერის შეფერილობას. ანუ გლაუკოს ეს არის ლურჯი და ომა არის წარმონაქმნი სიმსივნე. რატომ იყო ეს ასე? იმიტომ რომ თვალი დროთა განმავლობაში ამ დაავადების განვითარების დროს იცვლიდა თავის ფორმას და პრაქტიკულად ადამიანი როდესაც კარგავდა მხედველობას, პრაქტიკულად იყო როგორც წარმონაქმნი, ისე წარმოდგენილი თვალბუდეში. ახლა ზოგადად, მოდი ესე ვთქვათ, რატომ არის ეს დაავადება ასეთი სახიფათო და საგანგაშო? იმიტომ რომ ეს არის ის დაავადება, რომელიც ძალიან ასიმპტომურად ხშირ შემთხვევაში მიმდინარეობს. როდესაც ვსაუბრობთ გლაუკომაზე, სიმპტომატიკა პრაქტიკულად საწყის სტადიაზე არ არსებობს. ანუ ადამიანი ცხოვრობს ჩვეულებრივად, ვერაფერს ვერ ამჩნევს და ერთ მშვენიერ დღეს ის მიმართავს ექიმს, იმიტომ რომ ვთქვათ, რაღაც საგანი ვერ დაინახა, როდესაც მისმა ახლობლებმა ან ოჯახის წევრებმა დაინახეს, რომ გვერდზე იდო რაღაც საგანი და მისი მხედველობის ველი იმდენად შემცირებული იყო, რომ ვერ მიაქცია ყურადღება. არის ისეთი სიმპტომი, როგორც არის ვთქვათ, ნათები, წრეების გამოსახულება, ვთქვათ, ადამიანი უყურებს ნათურას და ხედავს მის გარშემო ძალიან ბევრი ესეთი კაშკაშა, სინათლე, ცისარტყელისფერი შუქით. ანუ ეს ხდება მაშინ, როდესაც თვალის წნევა არის საკმაოდ მომატებული, ეს იწვევს რქოვანაგარსის შეშუპებას და სწორედ ასეთ სიმპტომატიკას. მაგრამ როგორც გითხარი, რომ ძალიან ხშირად პაციენტები ვერ ამჩნევენ ამას და სამწუხაროდ დაგვიანებულ სტადიაზე მიმართავენ ექიმს, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად შეუქცევადი ცვლილებები არის უკვე განვითარებული. რამდენად ხშირად ვითარდება გლაუკომა და თუ არის ის რაღაცნაირად ასაკთან შეჭიდული? აბსოლუტურად გეთანხმები. ზოგადად აქვე დაგასწრებ და გეტყვი, რომ პრევენცია და პროფილაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 40 წლის ზევით ადამიანის ყველა ორგანო, რა თქმა უნდა, თვალის გამონაკლისი არ გახლავს, განიცდის უკვე ასაკობრივ ცვლილებას და ერთ-ერთი ხელისშემწყობი არის ის ზუსტად ის ფაქტი, რომ თვალში არსებული სადრენაჟო სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია თვალში და სითხის გამოდევნაზე თვალიდან, სწორედ ის განიცდის ასაკობრივ ცვლილებას. ანუ თვალში არის წარმოდგენილი სტრუქტურულად ისეთი ნაწილი, რომელიც გამოყოფს სითხეს და ის რაოდენობა, რაც გამოიყო, ამავდროულად უნდა გამოვიდეს თვალიდან. მაგრამ გამოყოფის და განდევნის ბალანსი სამწუხაროდ ირღვევა და რაც ყველაზე ხშირად ჩვენ ხვდება უკვე ასაკთან მიმართებაში. დაახლოებით გლაუკომით შეიძლება ჩაითვალოს, რომ 80-90% ამ პაციენტების მათი საშუალო ასაკი აღემატება 60 წელს. თუ არის ახალგაზრდაში გლაუკომა, ამ შემთხვევაში რა არის ხოლმე გამშვები მექანიზმი? რაც შეეხება ახალგაზრდებში, რა თქმა უნდა, ეს არის ეგრეთ წოდებული იუვენილური ფორმა, რომელიც ბავშვებში გვხვდება და ეს შეიძლება იყოს ასევე თანდაყოლილი გლაუკომა. ძირითადად ეს ყველაფერი არის განპირობებული იმ სტრუქტურული თანდაყოლილი, გენეტიკურად განპირობებული შემთხვევებია, როდესაც ახალგაზრდა ასაკში ან თანდაყოლილი პათოლოგიის სახით როცა გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს უფრო იშვიათობა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ფორმაც არსებობს და ძირითადად არის დაკავშირებული ანატომიურ და სტრუქტურულ ცვლილებებთან. რამდენად არის გენეტიკურად დეტერმინირებული გლაუკომის განვითარება? ზოგადად ცნობილია, რომ პირველ თაობას, ანუ შვილების თაობას დაახლოებით 50%-ში ხვდება მემკვიდრულად სამწუხაროდ ეს დაავადება. და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ დედმამიშვილსაც აღმოაჩნდა, ამ შემთხვევაში რისკი, რომ მეორე დედმამიშვილს განვითარდება ეს დაავადება, დაახლოებით 2-3-ჯერ იზრდება. ზოგადად იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დაავადება, მნიშვნელოვანი არის პროფილაქტიკური შემოწმებები. და ნახე, გლაუკომის დროს
40 წელ გადაცილებულ ადამიანს რა თქმა უნდა სავალდებულოა რომ წელიწადში ერთხელ მაინც მიმართოს და გაიზომოს თვალში და წნევა. ეს არის როგორც წესი სავალდებულო რისთვის სკრინინგისთვის მხოლოდ და მხოლოდ. პროგნოზი რითი მთავრდება გლაუკომის პროცესს? მოდი ასე ვთქვათ, არანამკურნალები გლაუკომა სამწუხაროდ იწვევს მხედველობის შეუქცევად დაკარგვას. ანუ ზოგადად ჩვენმა მაყურებელმა რომ იცოდეს რა არის გლაუკომა, რა სიმპტომა კომპლექსი ახასიათებს მას. ეს არის წნევის მატება, ეს არის მხედველობის დაქვეითება, ეს არის მხედველობის ველის შემცირება და რა თქმა უნდა მხედველობის ნერვის ატროფია. ანუ უნდა მივაქციოთ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ძირითად ფორმაზე. ძირითადი ფორმა ეს არის 90% არის დახურულკუთხიანი. აი ახლა უნდა მეკითხა, ღია და დახურულკუთხიან გლაუკომას თუ შეატყობს პაციენტი სიმპტომების მიხედვით? ჩვენ ვსაუბრობთ ეს სიმპტომები, რაც მე ჩამოვთვალე, ეს არის 90%-ში ღიაკუთხოვანი გლაუკომა, რომელსაც ასევე თავისი ფორმა აქვს, ეს არის პიგმენტური გლაუკომა და ასევე ფსევდოექსფოლიაციო, მაგრამ ეს არის გლაუკომა, რომელსაც აქვს ღია კუთხე. ანუ სითხის განდევნა თვალიდან არის სამწუხაროდ შენელებული, შემცირებული, ანუ პროდუცირება ხდება, ვერ ასწრებს გამოსვლას და ეს იწვევს წნევის მომატებას. დაგროვება ხდება თვალბუდეში. მომატებული წნევა იწვევს ნერვული ბოჭკოების დაზიანებას. ნერვული ბოჭკოები არის პასუხისმგებელი მხედველობის ველზე. მიჭყლეთვას აი ამ წნევის გამო. ზუსტად ასე ხდება, ხდება დაზიანება, ეს ნერვული ბოჭკოები განიცდის ატროფიას, რის შედეგადაც ხდება ნერვში ატროფია, ამას ჩვენ ვხედავთ, რა თქმა უნდა, პაციენტს როდესაც ვშინჯავთ და მხედველობის ველის შემცირება და ასევე მხედველობის სიმახვილის დაქვეითება. მოვიდა პაციენტი და როგორ დგება დიაგნოზი? ყველაფერი დამოკიდებულია შენახსენე ფორმაზე, ანუ იქნება ეს ღიაკუთხოვანი თუ დახურულკუთხოვანი. ჯერ დავიწყოთ ღიაკუთხოვანი გლაუკომით. ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს ძალიან მნიშვნელოვანია შევამოწმოთ მხედველობის სიმახვილე, გავზომოთ თვალში და წნევა, შემდეგ შევამოწმოთ მხედველობის ველი, ეგრეთ წოდებული პერიმეტრია, შემდეგ შევაფასოთ ნერვული ბოჭკოები, ანუ განგლიოზური უჯრედები თუ რა მდგომარეობაშია ეს ბოჭკოები ნერვში და ამისთვის არის მოწოდებული ეგრეთ წოდებული ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია. ანუ რატომ არის მნიშვნელოვანი? ის, რასაც ექიმის თვალი ვერ ხედავს პაციენტის დიაგნოსტიკის დროს, გამოკვლევის დროს, ეს ხელსაწყოები არის იმდენად გრძნობიარე, იმდენად ნატიფი, რომ მინიმალურ ცვლილებას ნერვულ ქსოვილში აღიქვავს და აფიქსირებს. რისთვის გვჭირდება ეს? იმისთვის, რომ შევაფასოთ დაავადების მიმდინარეობა. პროგრესირებს, არ პროგრესირებს, ექვემდებარება თუ არა ის კურნალობას, იქნება ეს მედიკამენტური თუ ქირურგიული, ამაზე მერე ვისაუბრებთ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სიმპტომა კომპლექსში გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ გლაუკომის ზოგადი მიმდინარეობა და მისი პროგრესირება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პაქიმეტრია, ანუ რქოვანას სისქის გაზომვა. რატომ? იმიტომ რომ ეს ყველაფერი მერყეობს ადამიანებს, სულ სხვადასხვა ზომის რქოვანა აქვს და ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს წნევის მერყეობაზეც. დაისვა დიაგნოზი და კურნალობის მეთოდებზე რო ვისაუბროთ და მათ ეფექტურობაზე. დიახ, რაც შეეხება მკურნალობას, გააჩნია რა ფორმასთან გვაქვს საქმე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ღიაკუთხოვან გლაუკომასთან, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიწყებთ მედიკამენტური კურნალობით. ნახე, როდესაც საწყისი სტადიაა დაავადების, აქ ბუნებრივია თვალის წვეთები საკმაოდ ეფექტურია. თუმცა არსებობს სხვადასხვა პრეპარატები, სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები, რომელიც სელექტიურად მოქმედებს სხვადასხვა რგოლზე. ვთქვათ, პირველი დრგუნავს თვალში და სითხის გამოყოფას. მეორე, ვთქვათ, ხელს უწყობს განდევნის ასე ვთქვათ, გაძლიერებას და დაჩქარებას. მესამე, ვთქვათ, იწვევს უშუალოდ სითხის პროდუქციის გარკვეულწილად დარეგულირების პროდუქციის დაბალანსებას, ანუ შეიძლება ნაკლები წამოვიდეს და ასე შემდეგ. იქ ბევრი რამ არის ისეთი, რაზეც შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება. მაგრამ ძირითადი ჯგუფები ეს არის
პროსტაგლანდინის ანალოგები, მეორე ეს არის ბეტა ადრონ ბლოკატორები, ბეტა ბლოკატორები და რა თქმა უნდა კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები. ძირითადი აი ეს სამი ჯგუფის მეშვეობით შესაძლებელია ამ დაავადების, ასე ვთქვათ, კონტროლი. საწყის სტადიას. იმ შემთხვევაში, თუ უკვე მედიკამენტური მკურნალობა ვერ ერევა ამ მომატებულ წნევას, მერე უკვე შეიძლება დავსვათ საკითხი იგივე ლაზერული მკურნალობა იქნება თუ უშუალოდ ქირურგიული ჩარევა. რაც შეეხება დახურულ-კუთხოვან გლაუკომას. იცით ძალიან ხშირად არის ისეთ შემთხვევები, როდესაც დახურულ-კუთხოვან გლაუკომის დროს იწყება შეტევა. ეს არის ძალიან რთული და ძალიან მძიმე მდგომარეობა პაციენტისთვის. ძალიან ხშირად ის შეიძლება აგერიოს ჰიპერტონულ კრიზში, ის შეიძლება აგერიოს გულის ინფარქტთან, ის შეიძლება ინსულტთან, ასევე და რატომ? იმიტომ რომ იწყება თავის ტკივილით, იწყება გულისრევის შეგრძნებით, რომელიც შეიძლება ასევე მოყვეს ღებინება, ამას შეიძლება ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, ამას შეიძლება მოყვეს ინსულტის თვის დამახასიათებელი ცვლილებები და სიმპტომატიკა და ყველაფერს გამოიკვლია არსად არაფერი და თურმე ეს იყო გლაუკომის მწვავე შეტევა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, როდესაც ხდება გუგის ბლოკი და რა თქმა უნდა თვალი არის გაქვავებული, აქ ერთადერთი საშუალება ყველაზე ეფექტური, რა თქმა უნდა, ქირურგიული ჩარევაა. და ლაზერულ ქირურგიაზე აქვს საუბარი, რამდენად ეფექტურია ეს ქირურგიული ოპერაციები თვალის შემთხვევაში? რაც შეეხება ლაზერულ ქირურგიას. რა თქმა უნდა, პარალელურად მედიკამენტურ მკურნალობასთან შესაძლებელია და ძალიან ხშირად ვიყენებთ ლაზერულ მკურნალობას. კერძოდ ეს არის ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა ან სელექტიური ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა. ანუ ამ დროს ხდება ლაზერის სხივით უშუალოდ იმ არხების დამუშავება, რომელშიც გადის თვალში და სითხე. ანუ ეს ტრაბეკულური, ასე ვთქვათ, არხები, საიდანაც ხდება თვალში და სითხის გამოსვლა, ის არის დახურული, ეს ხარიხები არის ისე ჩაკეტილი, რომ პრაქტიკულად არ აძლევს საშუალებას თვალში და სითხეს რომ გამოვიდეს. ლაზერის მეშვეობით ხდება გახსნა, გაფართოება და რა თქმა უნდა, თვალში და სითხე მიედინება სწრაფად. დიდი მადლობა გიორგი, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე შენთან საუბარი ამა თუ იმ თვალის პათოლოგიაზე, მკურნალობის მეთოდებზე, ზოგადად შენთან საუბარი ძალიან საინტერესოა და ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული შენ, მაგრამ ყველაფერი კარგით მთავრდება, დღევანდელი ჩვენი გადაცემაც დასრულდა და ჩვენს მაყურებელს უსურვოთ ჯანმრთელობა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პროფილაქტიკა. დროულად მიმართვა, პროფილაქტიკური გასინჯვები თავიდან აგარიდებთ ნებისმიერი დაავადების შორს წასულ შემთხვევებს, ხანგრძლივ მკურნალობებს, ხანგრძლივ და არაეფექტურ მკურნალობებს, ამიტომ დროულად მიმართეთ ექიმს და გარდა ამისა, ყოველ შაბათს 16 საათზე იმედის ეთერში აუცილებლად უყურეთ იმუნიტეტს. მომავალ შეხვედრამდე.